დღეს 28 ნოემბერია. საიუბილეო დღეა. ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კობახიძემ განაცხადა ოფიციალურად, რომ დღეიდან წყვეტ ურთიერთობას ევროკავშირთან და რომ ეს საკითხი განახლდება მხოლოდ 2028 წელსო. ესე იგი, მანამდე აიღეს ტაიმაუტი, ევროპა არ გვინდა. ამას მოყვა ხელვარება, მოყვა პროტესტები, მოყვა მიტინგები და ეს მიტინგები გრძელდება დღეს 66 დღეა, 366 დღე. ესე იგი, ერთი წელი სრულად დაკავებული იყო აი ამ მიტინგებით და პროტესტებით. სახელმწიფომ ამას უპასუხა მიტინგ საწინააღმდეგო კანონების მიღებით, ყველა იმ კანონის მიღებით, რომელიც გაუადვილებდა ხელისუფლებას, მომიტინგეების დაჭერას, დაჯარიმებას, მოკლედ რეპრესიებზე გადავიდა მთლიანად. ჩვენთვის ეს კვირა ძალიან სასიამოვნო იყო, დაიწყო იმით, რომ სამშაბათს 85 წლის იუბილე ჰქონდა ბატონ რომან რურუას, ეს ჩვენი ლეგენდარული პიროვნება. გუშინ კიდე ჩვენს ერთ-ერთ წევრს, მნიშვნელოვან წევრს, ჩვენს როცა ვამბობ მეცნიერთა კონგრესის სახელით, მეცნიერთა კონგრესის წევრს, ბატონ გია ყვაშილოვას გუშინ ჰქონდა დისერტაციის დაცვა მათემატიკაში და ეს მისი დისერტაცია მთლიანად იყო მიძღვნილი იმ მათემატიკური მოდელების, დიფერენციალური განტოლებებისა და მათი ამონახსნების მეშვეობით შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც შემდეგ კომპიუტერული ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მისცემდა და გამოიკვლევდა წინარე ქართულიდან როგორ წამოვიდნენ ქართველები, მეგრელები, სვანები, ლაზები და მათი ურთიერთქმედებები და ძალიან საინტერესო დისერტაცია იყო გუშინ. როგორც ყოველთვის ბატონი გიას. ბედნიერება, რომ დავსწრებოდი ამას და რა თქმა უნდა აქედან შეგვიძლია კიდე მიულოცოთ ბატონ გიას ეს. მაგრამ დღეს 28 ნოემბერია. 28 ნოემბერი, როდესაც აი ამ 28 ნოემბერმა უამრავი ცვლილებები შეიტანა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას დაემთხვა ახლა ამ ბოლო პერიოდის არაბული ინვესტიციის პრობლემა, რომელიც როგორც ირკვევა ჩვენი ხელისუფლება 3-4 და შეიძლება 5 წელიც არის ამას ამზადებდა. საქმე იმაში არის, რომ ისეთი ტემპებით მიდის, რომ ესე იგი აი ამ დიდი მილიარდებიან პროექტს, რა თქმა უნდა, პროექტი ჭირდება, პროექტირება ჭირდება, მეცნიერული გათვლები ჭირდება, ეს ყველაფერი ჩატარებულია და ჩვენ, ასე ვთქვათ, ფართის წინაშე დაგვაყენეს, თანაც არ გვიბეჭდავენ და არ გვაჩვენებენ ხელშეკრულება როგორ არის შედგენილი და რა პრობლემებია იქ და რას უნდა მოველოდოთ. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ხელისუფლება მთელი ამ 13 წლის მანძილზე, რაც ჩვენ შევცვალეთ, ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან არ მოგწონდა და არ გვინდოდა, აი მე პირველი 5 წელი კიდე რაღაცას ველოდი ამათ ხელისუფლების, ამათი მომხრე ვიყავი, ხელი აუწიე, ხარი დაუჭირე, სხვებთანაც აგიტაცია გავწიე, მაგრამ მე ძალიან გავწპილდი და ამ ბოლო დროს უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ჩვენს ხელისუფლებას ვიღაც ძალიან მზაკვრული ხელი თუ თავი მართავს რაღაციდან, შეუძლებელია ქართველი კაცი აკეთებდეს იმას, რასაც ესენი აკეთებენ დღეს. მე ასეთი დაცვა გავაკეთე და სულ მეშინია კიდე რას იზამენ. აი ძალიან ესე იგი უხერხულად გზნობ თავს. ნეუიოტნო ჩუსტუიო რო იტყვიან რუსები, ხო? აი რაღაც ნემსებზე ვზივარ, მგონია კიდე რას იტყვის, კიდე რა კანონს გამოუშვებს. ახლა
სტუმრებთან ერთად ვიჯექით და განვიხილავდით შესაძლო ვარიანტებს რა უნდა მოყვეს ამას. ახლა აქ რამდენი არაბი შემოვა, რამდენი მოსამსახურეს მოიყვანს, რამდენი რაღაცას, ესე იგი დემოგრაფიას როგორც იტყვიან, დედაეტირება, მე ესე იგი ამას რა მოყვება კაცშვილმა არ იცის და ამ დროს ჩვენ ვართ პატარა ერი, პატარა მიწა გვაქვს და იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად დავიცვათ ჩვენი თავი და ამ დროს ესე იგი ევროპას ზე უარს ამბობს, იმიტომ რომ სუვერენობას გვართმევსო და ჩვენ სუვერენიტეტი უნდა შევინარჩუნოთ ჩვენიო და დამოუკიდებლობაო და ამ დროს შემოგთავაზეს ეს არაბული პროექტი და არაბული ინვესტიცია და არაბული, ასე ვთქვათ, ალბათ მე არ შემეშინდება თქვა არაბული მონობა უკვე უნდა ჩავანაცვლოთ რუსულ მონობას, ევროპულ მონობას ასე ამბობენ თვითონ ევროპას ჩვენი დამონება უნდაო და ამათ იმ ევროპულ მონობაზე ვართ გაათხოვებენო ბატონო გაათხოვებენო და ამის შეეშინდათ ეთქობა ეგერ წილოსანი ქალბატონი სულ ამას იმეორებს რომ აი და თვითონ შვილებს იკასწავლეს ევროპაში და ინვესტიციასაც იკაბამდებს მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემა შეიძლება ჩავთვალოთ საგანგებო გადაცემად ბატონმა თენგიზმა დამირეკა და მთხოვა რომ დღეს ჩაგეტარებია ეს გადაცემა იმისათვის რომ მე აქედან წავიდეთ მიტინგზე ჩვენს შევერთეთ აქედან მარშით წავიდეთ კი არის ეს ასე ვთქვათ ცოტა სასაცილო მაგრამ ძალიან სერიოზული თემა არის ძალიან სერიოზული თემა არის და მე ბატონ თენგიზ თქვენ მინდა გითხრათ რომ ყველა ჩემი გადაცემა რომელიც აი ამ 2 კვირის მანძილზე გავიდა 3 კვირის მანძილზე ყველა სტუმარს თუ მე ვიხვები მასპინძლა და ამჯერად თქვენ სტუმარი ხარ ყველა სტუმარს ბოლოს მეუბნები უსვამ ერთ კითხვას თქვენ უნდა უპასუხოთ ერთ კითხვას ბოლოში თუ დასაწყისში ბოლოში უპასუხოთ ბოლოში უნდა უპასუხო საერთოდ ახლა წინასწარ მინდა ყველა სტუმარს ეს გავაცნო 2 დღით 3 დღით ადრე მაგრამ თქვენთან ვერ მოვასწარი იმიტომ რაღაც სწრაფად დავიწყეთ ყველას უსვამ ამ კითხვას თქვენ რომ ხვალ პირველი კაცი გახდეთ პრემიერი თუ ბიზნესა ივანიშვილი არ ვიცი ვინ იქნება ხან პრეზიდენტია ხან პრემიერია ხან კიდე კაცი რომელიც ასე ვთქვათ მინის სახლში და არაფერი არ არის და ამ დროს პირველი კაცია აი დაუშვათ თქვენ გახდით ისეთი პირველი კაცი რას მოვიმოქმედებ სამ პირველ ღონისძიებას რას მოვიმოქმედებთ სამ პირველ ღონისძიებას რომელიც თქვენის აზრით მოატრიალებს ქვეყანას პროგრესის გზისკენ. ეს იქნება ბოლოს. ახლა კიდე გთხოვთ მადლობთ ბატონო ვახში თქვენთან ყოველთვის საინტერესოა ცოცხალი, ლაღი, გონივრული, მორალური, სულიერი ყველაფერი გაერთიანებდა ურთიერთგაგება თქვენთან ძალიან მარტივია. ამიტომ გადავიდეთ ახლა პირდაპირ თემაზე, იმიტომ რომ ახლა დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უნიშნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ესეც ვიტყვი. იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აღდგენის შემდეგ და მე ბედნიერება მქონდა რომ დამოუკიდებლობის აკზე ხელი მომეწერა, არა მარტო მომეწერა, არამედ ჩვენ გუნდთან მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა. ჩემ გუნდთან ერთად, რომელიც აი ამ ტელევიზიაში ხშირად არის თქვენ კარგად იცით. და იმის შემდეგ რომ დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირებები დიდ მიღწევებთან ერთად უდიდესი მიღწევები იყო, ხო? რეფერენდუმები, დამოუკიდებლობის აღდგენა, რეფერენდუმის ჩატარება აფხაზეთში საქართველოს შემადგენლობაში, სამხრეთ ოსეთის გაუქმება, რომელიც ფაქტიურად სამართლებრივი ვერდიქტი იყო გასაბჭოებაზე, ხო? ჩვენ და მოვიგეთ ეს რაუნდით. ზვიად გამსახურდიას და ელცენის შეხვედრა და ცხინვალის რეგიონი და სამხრეთ ოსეთის დასტური ელცენის მიერ ხელმოწერილი და უნიშნელოვანესი ისინი და ნუ არა საბოლოოდ რითიც დამთავრდა ეს მე ვნახეთ ხო იმპერიამ რუსეთმა არ მოისვენა ყველაფერი იკადრა ყველაფერი ჩახლართა განმოხლართა ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურითაც ისარგებლა ეს უნდა ვაღიაროთ
და მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება და მაგის შემდეგ ვერ გამოვდივართ ამ მოჯადოებული წრიდან. ეს არის ფაქტი სამწუხაროდ. ახლა ამის შემდეგ კიდე იურიდიულად მოპოვებული გვაქვს ეგ და ბევრ რაღაცებს შევერთით სხვადასხვა სამართლებრივ მასშტაბურ ღონისძიებებს, დეკლარაციებს, პეტიციებს და არ ვიცი რა მთელი რიგი ესენი და მე მართლა მეგონა რომ ევროპის გზა შეუქცევადი იყო როგორც ასეთი ამ გზას ეკლიანი კი იყო მაგრამ შეუქცევადი იყო და მას არ ემუქრებოდა ამ გზას ამ ცივილიზაციას ამ სამართლებრივ სისტემას დასამარება და მოშლა როგორც ასეთი მით უმეტეს როდესაც კონსტიტუციაშიც აისახა ეს ყველაფერი ალბათ ყველას ეგონა რომ ეს რაღაც დაიწმინდებოდა ეს პოლიტიკური გუნდი როგორც ასეთი და მოხდებოდა შემდგომ უკვე ნორმალური არჩევნების ჩატარებით უკვე ამ ევროპულ გზაზე სიარული და ზიარება და შერწყმა და გაზიარება და სრულფასოვან ოჯახში დამკვიდრება ცივილურად რა როგორც ბატონი გია ახლა ამას კვაშილავა ამას ისტორიული მithახსნის მაგრამ მარტო ისტორიით ვერ დავკმაყოფილ შეიძლება კი რა თქმა უნდა დღეს წავიკითხე დილით ვიღაც ბლოგერი ინტერვიუ არის ალქსნისთან ალქსნის როგორ არ მახსოვს პარლამენტარი რო იყო როგორ არ მახსოვს საშინელი ბნელი ადამიანი აი ის კაცი ხდება და ეს ჩაწერილია და ეგ ქსელებში სოციალურ ქსელებში ტრიალებს თუ როგორ აწყობდა რუსული კგბ-ს საქართველოში აი ამ კონფლიქტებს აფხაზურს, ოსურს და კიდე სხვებს გეგმავდა. ყველაფერი უკვე ის კაცი თლიანად თავიდან ბოლომდე იმ კაცმა თავიდან ბოლომდე გაშიფრა ეს მექანიზმი. ახსნა ეს კარტები რა მოკლედ. ეს იყო 35 წლის წინ, ცოტა უფრო ადრეც და დღეს ფაქტიურად მე მგონია იგივე კგბ დღეს კიდევ არმატებით ახორციელებს მორიგ ოპერაციას უკვე ამ ოპერაციას ახორციელებს და დაწუნებულია რომ ბოლომდე მიიღოს კი ბატონო მივართ მაგამდე და მე მეგონა რომ ეს მართლა შეუქცევადი იყო და ჩვენ შევძლებდით რა გზაზე მაგრამ თურმე ახლა მე უბრალოდ მინდა ხაზგასმით უთხრა დიახ ოცნების მხარდამჭერებს რომ თქვენ ხართ უძვირფასესი მონაპოვარი იმ რუსული კგბ-სთვის. აღმოჩენ. კარგად უწევთ მხარდაჭერას იმათ შემოგზავნილ აგენტებს. ნამდვილად. აი მე ასეთი დასკვნა გააკეთეთ. ესეთ დასკვნა გავაკეთე და მე მგონი საკმაოდ მასალა მქონდა ამისათვის. ახლა ბატონო ვახში რო დაუბრუნდეთ იმას რა. ახლა ჩვენ დამოუკიდებლობა რო აღვადგინეთ 90 წელს 9 აპრილს გამოვაცხადეთ, ხო? ეს მოხდა რეფერენდუმის საფუძველზე, რომელიც 31 მარტს ჩატარდა, ზოგადად განსახურდიას დაბადების დღე, ხო? დაემთხვა უბრალოდ და რომლის თანახმადაც შეკითხვა იყო მარტივი გსურთ თუ არა საქართველოს მოსახლეობას 1918 წლის 26 მაისის როგორც აღდგენის საფუძველზე მოხდეს დამოუკიდებლობის აღდგენა რა. გამოცხადდა ხო იყო ჩვენ დიდი ტრადიცია გვაქვს სახელმწიფოებრიობის და ეს კი არ მოვიპოვეთ ჩვენ აღვადგინეთ ამ აქტით როგორც ასეთი და იმ რესპუბლიკამ სამწუხაროდ 3 წელი იარსება და მაშინაც მოხდა ინტერვენცია წითელი ბოლშევიზმი თავს დაესხა სხვათა შორის ჩვენი თანამოქალაქეების აქტიური მხარდაჭერით და ძალოსნობით და 25 თებერვალი 21 წელი იყო ეს ყველაზე ესეთი შავი პარასკევი ამ საქართველოს ისტორიაში. აი მსგავსი რაღაცები ხო თუ შევდავაკვირდებით, ხო მაშინ ინტერვენცია იყო შემოტევა ყოველ მხრიდან თბილისი, კალში მოაქციეს და ასე შემდეგ და შემდგომ ხელისუფლება წავიდა. თუმცა კაპიტულაცია არ გამოუცხადებია, სახელმწიფოებრივი გაიქცა და არც კონსტიტუცია არ შეუჩერებია ბატონო ვახში იმ ხელისუფლებას, ჟორდანიას ხელისუფლებას. არ შეუჩერებია. განძი გაიტანეს და ასე თქვა, შემდგომ გადავიდნენ საფრანგეთში რა ემიგრაციაში. აი ესეთი არის ესეთი მოკლე ისტორია და ახლა დღევანდელ ვითარებაში რა ხდება?
შინაარსით იგივე ხდება შემოტანა, შემოტევა, როგორც ასეთი. უბრალოდ წითელი ინტერვენცია და ეს ძალადობრივი და ხიშტით და ესეთი უცხო ძალის, ასე თქვათ, შემოსვლით და ხელყოფით არ ხდება საქართველოს სუვერენიტეტის და მესე ტერიტორიული მთლიანობის შეცვლა. თუმცა ამ ხელდასმული ხელისუფლება ვინც აყავთ, იმან ძალიან აქტიურად იყენებენ ესენი და ფაქტიურად შეუცვლელი ისაყავთ რა აქ მთავრობის სახით, რომელიც მათ ინტერესებს ატარებენ ძალიან ესეთ ერთი ერთზე რა შეიძლება ითქვას რა. ეს ყველაფერი მაინც ახლა რისკენ მიდის ბატონო ახში ხო გასაგებია რომ ამათ ხელყვეს თუ 78 კონსტიტუციის 78 მუხლი რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას ავალდებულებდა ყველას და თვითონ ოცნების დროს არის. პირველი ოცნების გუნდი რო იყო, მაგ დროს არის მიღებული სხვათა შორის, ხო? ამას თითქოს ესენი არ ცნობენ თუ ხო ფაქტია, ხო? ანუ თავიანთი გადაწყვეტილების წინაშე წავიდან შინაარსით, თორე ფორმით სხვა ამ ხუთავი, მგუდავი, რაღაც პითონური მეთოდებით ხდება დესუვერენიზაცია, სახელმწიფოს გაუქმება, ატრიბუტების გაუქმება, ინსტიტუტების გაუქმება, ყოველგვარი ცივილური და რაღაც ესეთ სამყაროსთან, რომელთანაც ჩვენ ორგანულ კავშირში ვართ ისტორიულად, კულტუროლოგიურად, რელიგიურად და ყველა თვალსაზრისით. ამის ხელყოფა ხდება, გავერანება ხდება, უკუგდება ხდება და პირდაპირ ხდება ახალი სახელმწიფოს წარმონაქმნის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა მათი თვალით. რა არის პრობლემა? რატო იკლავენ ესე თავს, ხო? ახლა ისმის კითხვა ახლა ბოლო, ხო? აქ თუ საქმეზე მიუდგებით რა ახლა აქ კვანძი ბატონო ვახში ჯერ არ გაიხსნება ჩემი აზრით. კვანძი რა არის? ეს დაპირისპირება, ეს უბედურობები, აი ჩვენი გამოსვლა კანონიერი, კონსტიტუციური, ლეგიტიმური ხალხის მიერ, რომელიც კონსტიტუციას იცავს, კაცო, თავის სამართლებრივ მონაპოვარს იცავს. იგივე ჩვენ რაც დამოუკიდებლობა რო აღვადგინეთ, აფხაზეთი თავისუფალ საქართველოს შემადგენლობაშია, ამასაც იცავს. ყოველ შემთხვევაში ნაწილს ესე გონია. ცხინვალი რო ჩვენ რო გვეკუთვნის და სამხრეთ ოსეთი თავს მოხვეული რო არის. აი ამასაც იცავს ეს ხალხი რო გამოდის. ბევრი ვერაცნობიერეს, მაგრამ ნაწილმა ნამდვილად კარგად ქვეცნობიერად ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს ესმის ესა. ეს საკმაოდ დიდი მოსაფრთხილებელია და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ახლა კიდე რაღაც საეჭვო ესენი დაიწყეს რაღაც ახალი ტერიტორიული წარმონაქმნის თაობაზე ადმინისტრაციული რა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მე ვაფრთხილებ ამ ხელისუფლებას და საზოგადოებასაც. ამაზე ჩვენ პასუხი გვაქვს წინა გადაცემაში უზენაეს საბჭოს წევრები მე აქ დაუპატიჟე მოვიყვანეთ და გავაცანეთ ასე ვთქვათ აი ამის შინაარსი თუ როგორი უნდა იყოს ამას რა მოყვება და ეს რეფერენდუმის და რაღაც ამდაგვარი დიდი წარმონაქმნის გარეშე არ მოხდება ამ ადმინისტრაციას ვაფრთხილებ კატეგორიულად ამათ ცეცხლზე უარეს ეთამაშებიან ეს იგივეა რომ დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია რომ მოახდინონ ოფიციალურად თორე მუხანათურად კი ახდენენ ეს გასაგებია ახლა რა ხდება აქ რა ელემენტარული ეს არის დიდი გეოპოლიტიკური თამაში ჩვენ რასაც ამას წინ რა უძღვის ახლა თავის დროზე პუტინმა რო თქვა რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა სულ იმეო 15 წელი გავიდა მე მგონი ხო ამის შემდეგ და 12 თუ 15 დაახლოებით სულ იმეორებენ ესე ამას სხვათა ხან სხვას გაუმეორებენ და ამას ენა სხვათა შორის პეტერბურგში რაღაც ეს იყო მაგათი რაღაც სერიოზული სიმპოზიუმი და რაღაც დიდი ისინი და მედვედევიც იყო სხვათა შორის და ასეთი რაღაც განმარტება საბჭოთა კავშირის დაშლა არალეგიტიმური აქტი არისო და ჩვენ ამას არ ავცნობთ. წარმოგიდგენიათ ეს ახლა ამ დონეზე დიახ ბატონ თენგის გუშინ დაიწერა რომ იცით რომ ორი დღე იყო ჩასული ბიშკეკში, ყირგიზეთში ბატონი პუტინი და ხელი მოაწერეს, ყოველ შემთხვევაში ასე გაგვაცნეს, რომ
ყაზახეთი და ყირგიზეთი არის რუსეთის ნაწილი. კი ბატონო, ანუ იგივე მაგას იგივეს ლაპარაკობთ, ხო? ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში რაც ესე იგი ჩვენც ამისთვის გვამზადებთ. აუცილებლად ამაზე მინდა, იმიტომ რომ ეს კვანძი. ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ჩვენ რუსეთისთვის გვამზადებს ჩვენი ხელისუფლება, აი ეს არაბული ინტრიგა რატო შემოიტანა? ინტრიგა აქ მესამე ხარისხოვანია. პირველ ხარისხოვანი ეს არის. იქ რაღაც ყურადღების გადატანაა და ამდაგვარი რაღაცები და აქ დესუვერენიზაცია უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით. საფინანსო, ეკონომიური, სამართლებრივი, პოლიტიკური, სპორტული, კულტუროლოგიური და ასე შემდეგ. თქვენ ხართ საქმის კურსში, რომ აჭარის მოსახლეობიდან აჭარელი არის 34% მხოლოდ. დიახ. პირველ ადგილზე ვინ არის? ნუ ახლა მე ამას არ ვამტკიცებ, მე ეს თურქები არიან? რუსები არიან უმრავლესობა. ნუ იქნება, კაცო, იმიტომ რომ ფული მაგათა აქვს, ინვესტიცია მაგათა აქვს და მყარად, ასე თქვა, როდესაც ჩვენ კონკურენტუნარიანი არ ახარ, კონკურენტუნარი დიდ ქვეყნებთან შედარებით, ხო, ახლა რუსებს, ჩინას და თურქებს კონკურენციას საფინანსო როგორ გავუწევთ? ჩვენ ფაქტიურად ვესაუბრებით იმ ხალხს, აი ოცნების ხალხი ჩვენ არ მოგვისმენს. ნუ მოგვისმენს კაცო. აი ეს ხალხი, რომელიც ახლა 1 საათში უნდა წავიდეს მე. 1 საათში რომელიც მაგათ გასაგონად ლაპარაკობს ზუსტად. ეს იმიტომ აქვს ეს მოდელი, რომ აქეთ ხარეს არის ახალი ევრაზიული წარმონაქმნის ახალი საბჭოთა კავშირი იქნება შინაარსით, ოღონდ ევრაზიული წარმონაქმნი იქნება, სხვა რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევენ პეტრეს თუ პავლეს. და მეორე მხარეს არის დასავლური სამყარო, რომელიც ჯერ კიდე კარგად ეთყობა ვერ გარკვეულა, სადამოყო თავი, როგორც ასე. კიდევ მინდა ერთი კითხვა, რომ თქვენ ამას უპასუხოთ, მე იმიტომ სვამავ კითხებს. ესე იგი, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ რუსებს მაინც ვერ დავაღწევთ თავს. მაინც ვერ დავაღწევთ თავს და ამიტომ უნდა დავნებდეთ? ამიტომ მიყვება აი თქვენ როგორ ეგზამინებთ დღევანდელ შექმნილ სიტუაციას, თუმეტეს როდესაც ეს უკრაინის ასეთი სისხლძვრელი ომი მიდის, აქ ესე იგი ამერიკა გადამწყვეტი ძალით და გადამწყვეტი ავტორიტეტით, მაგრამ ნუ ძალიან საჩოთირო და პრეზიდენტის საკამათო. აი ასეთ პირობებში საქართველოს რისი იმედი უნდა კონდეს? რისი იმედი უნდა კონდეს და უპირველეს ყოვლისა ეროვნული თანხმობის იმედი, დღევანდელი დღე უნდა იყოს ამ ეროვნული თანხმობის განსხეულება, რომელსაც უნდა კონდეს ქვეყანა შედგება იმ შემთხვევაში, თუ ის არის მემკვიდრე რაღაც დიდი რაღაცის. ჩვენ დიდი ცივილიზაციის, კულტურის, მეცნიერების, სახელმწიფოებრიობის და ასე შემდეგ ამის მემკვიდრეები ვართ. უბრალოდ ჩვენი ნაკლი, დიდი ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ აი ამ დიდ მონაცემებს, რაც თქვი, ამას პოლიტიკური კულტურის კომბინაცია ვერ ახლავს. არასათანადოდ არის საუბედუროდ, ჩვენში კულტურული ფენომენი აშკარად ძლევს პოლიტიკურ ფენომენს. ანუ ეს შევხვედრი მოძრაობა, როგორც სული და სხეული ერთიანი იმის წარმონაქმნის ეს უნდა იყოს ორი ისა, ხო? სული და სხეული. ისე არის პოლიტიკური კულტურა და შინაგანი კულტურული, რომელიც მეცნიერება, რელიგია, ყველაფერი რა, ეს DNK და ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენთვის. აი ეს უნდა გავაკეთოთ და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი ისე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეთანხმებული კონკრეტულად დამოუკიდებლობის აქზე 9 აპრილის ასე თქვა მონაპოვარზე, ის რაც კონსტიტუციაშია ჩადებული, ევროპულ ფასეულობებზე, კანონიერებაზე, უზენაესობაზე, ასმოყარეობაზე, ვეფხისტყაოსაზე და ასე შემდეგ. ბევრი გვაქვს რა, ოღონდ ამას შეიძლება კონცენტრირება, როგორც ასეთი შეერთება. ეს არ უნდა იყოს გაფანტული ერთი იქით მეორე მესამე, ამას კონცენტრირება ჭირდება და საკმაოდ რთულია. თუმცა ის რომ ამ თემაზე რომ უნდა შევთანხმდეთ და ამას რომ ალტერნატივა არ აქვს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას რა ბევრი ფილოსოფია ჭირდება. იმ ხალხმა, რომელმაც აი 21 წლის ის რომ დაუბრუნდეთ რა, 1920 ოკუპაცია რომ მოახდინა, შემდგომ ხალხი რის გამოაჯანყდა ბატონო ვახში, გავახსენებ ამათ.
პირველი ბორჩალო იქ სომხეთს ლორე გადასცეს იქ თურქეთს ყარსის ხელშეკრულების თანახმად მუსლიმი სამეგრელო ჩამოაცილეს შეიძლება ითქვას ძალიან უხეშად და ესეთნაირად შემდგომ იქ სოჩა ესენი გადმოსასვლელები უღელტეხილები რუსებს დაუთმეს მერე ჯარში ხალხი წაიყვანეს და ხალხი მიხვდა იმას ეკლესიას გაუკეთეს სრული ასე თქვა განეიტრალეს რბილად რო თქვათ ეგზარხოსი დაუსვეს როგორც ასეთი მოხდა რჩეული ეკლესიის წარმომადგენლების დახვრეტა გადასახლება უბედურება რჩეული ხალხი და ამას უპასუხეს აჯანყებით ეს იყო დაგვიანებული აჯანყება ბატონო ვახში და თან მოუმზადებელიც ანუ ინტელიგენცია ვერმა და ბერმა თლიანობაში ვერ განჭრიტა როგორ უნდა ეპასუხა აი ამ 21 წლის ასე ვთქვათ ინტერვენციისთვის. ამიტომ მე ყველაფერი იმიტომ მინდა, იმიტომ მოვედი დღეს კიდე უთხრა ჩვენს მომხრეებს, თანამოაზრეებს, რომ მსგავსი შეცდომა არ უნდა დაუშვათ. ესეთი ის რაც თქვენ დამისვით შეკითხვა, ამის დაშვება ყოველად გამორიცხულია. ბოლომდე უნდა ვიყოთ, ბოლომდე უნდა დავდგეთ. რატომ უნდა გქონდეს იმედი, რომ ჩვენი ოცნება აღსრულდება? აი დღევანდელი შექმნილი სიტუაციიდან. დღევანდელი იცით რა კიდე გიმეორებთ, ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა. ის რომ თავისთავად რთული ვითარებაა და დასავლეთი კიდე ახლა არ გადავალა უკრაინაში 2 საათი მომიწევს ლაპარაკი. რთული ვითარებაა რა თქმა უნდა ძალიან მათ თავს მომოვიტყუებთ როგორ ჩვენ უკრაინაზე ვარ დამოკიდებული დიდწილად და თვითონ შემდგომ უკვე ევროპა და დასავლეთი ანუ ამერიკა და დასავლეთის ერთი მიმაში ერთი ხედვით როგორ უყურებს აქ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ანუ ის რო გითხარით ეს წარმონაქმნი რო კეთდება ევრაზიული იმის ალტერნატივა რა არის აქ ვინ შედის აი ამ ევრაზიულ მიმაში წარმონაქმნში რომელი რეგიონები რა სტრატეგიული იმებით რა ტერიტორიული წარმონაქმნებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე და 21 წელი ბოლშევიკებმა რატომ მოგვიგეს საბოლოოდ? იმიტომ რომ ლენინი და ტროცკი და ესენი ადგილობრივი ჩვენო ბოლშევიკებმა დაარწმუნეს იმაში რომ დასავლეთი და კენტრალ სხვადასხვა ფირმები ვინც იყვნენ ისინი ისე შემოვიდნენ ინტეგრაციაში და ისე წაიღებდნენ ამას და ბაქო ბათუმის იმაზე ბოლო-ბოლო გაიცვალა ჩვენი დამოუკიდებლობა. თუ გინდათ რომ წარესემახლე ეს არის ამაში გაიცვალა და აქ ვერ ივარგა ჩვენმა დიპლომატიამ და იქ ბოლშევიკურმა სტალინურმა და ორჯონიკიძეს და ამ ტანდემმა და ამ ხალხმა რომელიც აკვიატებული იდეები ჰქონდათ რაღაც პათოლოგიური ხო ზლია მაგათაც უნდა ვაღიაროთ და შემდგომ დასავლეთიც დანებდა შეიძლება ითქვას ამას და დაამყარა შემდგომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა მსგავსი რაღაცა რო არ გაკეთდეს რო არ მოხდეს მე ვაფრთხილებ ამ საზოგადოებას რა გამოცდილება მწარე გვაქვს ვაფრთხილებ რომ ჩვენ უნდა შევიკრათ ერთ მუშტად ერთ ფასეულობაზე თორე ახლა ოცნებასთან და თუნდაც აი პარლამენტში ვინ შევიდა იმ ხალხთან ამ თემებზე ლაპარაკი წყლის ნაყვაა და მეთანხმებით არანაირი აზრი არ აქვს კიდე დანარჩენი ვისაც ესეთი სულიერი მსოფლმხედველობა ვისაც სამართალი დამოუკიდებლობის აქტი 9 აპრილი ეს აფხაზეთი ეს თლიანად როგორ ესახება როგორ ის თავრობა კიდე რამ დაღუპა ბატონო ვახში რომ ნეიტრალიტეტი რო გამოაცხადეს ამით ეგონათ რომ რუსებისგან შვიდობას იყიდიდნენ აღმოჩნდა რომ ნეიტრალიტეტი პირიქით ხელფეხი გაუხსნა რუსეთს ნეიტრალიტეტმა საქართველოს რუსეთს შორის მანამდე დადებული ხელშეკრულების დასარღვევად. იგივე არ ხდება, აი ზუსტად იგივე რაღაცები ხდება, ზუსტად იგივე რაღაც. ოღონდ ახლა დეკორაციულად შესულილი არის ეს ისტორიული პერსონაჟები, ხო? ბიძინას მაგივრად მაშინ იყო ის, ახლა არის ეს და ორჯონიკიძე სალის მაგივრად კიდე სხვები არიან. თან ახლა ამ ძუძუმწოვრებს და ამ საცოდავებს მაგათ როგორ შეიმათ დიდი ხალხი ყავდათ, თქვა მე და თქვენ მოგწონს თუ არა, ეს სხვა ამბავია. სერიოზული ხალხი ყავდათ ყველა სფეროში, რომელიც ვედრეწველობა ფეხზე დააყენეს და კოლოსალურ წარმატებას მიაღწიეს ამ ფრონტზე და სხვადასხვა ფრონტზე, სხვათა შორის კიდე.
მაგათი მაქებარე კაცი მე არასოდეს არ ვიქნები, მაგრამ ვამბობ შედარების თვალსაზრისით ამათ რო ვადარებ ეს სადად ესენი არიან ხაზინის ქურდები, ქურდმაცაცები, რომლებიც ფულის კეთების და ამის მეტი სხვა არაფერი არ არის. არანაირი იდეა არ გააჩნიათ, არანაირი, აბსოლუტურად. ყოველგვარი იდეისგან დაცლილები არიან. ამიტომ აქ უმართებს ჩვენ ყველაზე უფრო დიდი ძალისხმევა ერთად მაგრამ იგივე ეს დასავლეთის ბატონოახში რო დაგვეხმაროს, ხო? ჩვენ თვითონ დასახმარებლად ზად უნდა ვიყოთ. ანუ აი ამ ყველაფერმა ამ ერთწლიანმა გმირულმა ეპოპეამ რა ეს გმირობა ახლა ერთი მე მგონი გინესის რეკორდებში შევედით, ხო? ამდენი ხა ერთი წელიწადი დაუმორჩილებულობით ხუთავენ ორი კაცი მოკვდა უკვე რამდენი დაბრმავდა, რამდენი დასახიჩრებული ეს ბავშვები აბსოლუტურად ტყუილა დაჭერილი ვინც არიან სოლიდარობა მათ უპირველეს მე ყოველთვის შემ გადაცემაში ესე ვიწევ და სენდესი და ყოველ პატიმრებს თავისუფლება და ნათელგზაზე სიარული ზია ამაღლობელი აიღეთ კეთილგაცო თვალეს ესენი პრობლემები მხედველობის პრობლემები შეექმნა ესე იგი იმას გაწეთლებული თვალები აქ იმას დგებუაძეს თუ ლოყა გაუწევთ და მე მგონი დღესაც გაწეთლებული აქვს და იმას კურნალობს მე მგონი და მზიას კიდე 4 წელიწადი თუ 6 წლის ეს აქვს ნუ რაღაც პათოლოგიური ავანტყოფური ესენი არის კარი ამაზე არ გადავიდეთ ისევ ამ თემას მინდა რომ და კვანძი მაშინ გაიხსნება ბატონოახში როდესაც აი ეს ვითარება ევრაზიული ვარიანტი, ხო? და დასავლური ვარიანტი ან შეთანხმდება, ან გადაინაწილებს, ან გამოაცხადებს თავის პრივილეგირებულ, ასე ვთქვათ, ტერიტორიებს, წარმონაქმნებს, მარშრუტებს და ასე შემდეგ და თუ არა და ეს იქნება უსასრულოდ, როგორცაც თუმცა უსასრულოდ ესეც ვერ იქნება ეს პროცესი. ამიტომ ჩვენ ძალიან საგანგებო იმაზე ვდგევართ. აი სხვათა შორის ამ ხელისუფლებამ რა მოინდომა. სომხეთი თუ გახსოვთ რა, ერთი 200 წლის განმავლობაში მეტი კი იყო რუსეთის დასაყრდენი სატელიტი ფაქტიურად კავკასიაში ჟანდარმი იყო შეიძლება ითქვას, მოდი ესეც არ ეწყინება ჩვენ სომეხ მეგობრებს და პოლიტიკას ამაზე აკეთებდა. დასაყრდენი ყოველთვის ეს იყო და კავკასიური საერთო კავკასიური იმიდან ან ამოვარდნილი იყო სომხები ან ბილატერალურად პარტნიორობაში არ შედიოდა რა კავკასიური იბერიული და კიდე სხვა ეს წარმონაქმნი კიდე სხვა არის. ეს ხონდათ ამათ და გარკვეულწილად თუ გახსოვთ აზერბაიჯანსაც პირველ იმაში მოუგეს, ხო გახსოვთ რუსების დახმარებით რა თქმა უნდა. შემდგომ ახლა რუსებმა მაშინ როდესაც სომხეთი იყო იმის წევრიც ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსის ვალდებულიც იყო სამხედრო პირიქით აზერბაიჯანს უფრო იმის ხარი დაუჭერა და სომხური ლობი საფრანგეთში განსაკუთრებით ამერიკაში, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთი უნდა გამოვიდეს ამ წარმონაქმნიდან, როგორც ახლანდელი, ისე მომავალი ევრაზიული წარმონაქმნიდან და ევროპაში, ევროკავშირში და ნატოს შტაბ-ბინა უნდა იყოს ერევანში. აი ეს და სწორედ დავასრულებ ბატონოახში, სწორედ აი ამ დროს წაგებული სომხეთის ასე ვთქვათ ადგილი, რომელიც ფაქტიურად განთავისუფლდა, მოინდომა ბიძინამ და ოცნებამ ეს რო დაეკავებინა. ეს არის, აბა რა, სხვა რა უნდა იყოს. თორე მანამდე ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ქებადედებით სომხეთს მოიხსენიებდა, არ გახსოვთ კაცო, ამოიღეთ მაგის ესენი სომხეთს ანაკებოდი ქცევაო. მაგრამ ეს ამბობდა მანამდე, სანამ ესენი მოახდენდნენ ზეგავლენას. სომხური ლობი საფრანგეთში. იძინა არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური რა თქმა უნდა არ არის. აზროვნე და ის გასაგებია. მე რამე ახლა მაინც რაღაც ოპტიმისტური აუცილებლად. ჩვენი გააკეთება ოპტიმისტური თქვენ ბძანეთ სომხეთთან დაკავშირებით. ის რაც ბოლო დროს მოხდა და ის ტრამპის ხაზი სატრანსპორტო სომხეთზე და აზერბაიჯანის. ის რომ 5 შუა აზიის ქვეყანამ და პლუს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს და სადაც ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდიან ინვესტიციებს დებენ, რა თქმა უნდა მილიარდებს ის ასე ტყუილა არ დადებს თუ გარანტირებული არა. ესე იგი, აი ეს რეგიონი ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ეს რეგიონი მოწყვიტონ რუსეთის იმპერიას. რა თქმა უნდა. და მე ხალხს მინდა მიმართო, ვინც ფიქრობს და ნუ
რაღაც მომენტში შეიძლება ჩვენც ასე ვფიქრობდით, რომ ძალიან რთულია და ძნელია მოვწყვიტოთ საქართველოს რუსეთს, აი ვერ გავაკეთეთ 21 წელს, ვერ გავაკეთეთ 91 წელს, რომ მივაღწიეთ და მე მაინც აი ამ ხელა არეულობები და ყველაფერი და რომ რუსეთისგან ჩვენ ვერ განთავისუფლდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი ავიღოთ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ აი ბოლო წლების მანძილზე, ბოლო 10 წლების მანძილზე, სწორედ დღეს არის ყველაზე დიდი გადამწყვეტი. აი ამიტომ არის დღეს ეროვნული ხელისუფლება საჭირო. ამისთვის არის აი რასაც ბრძანებთ ეროვნული თანხმობა ფასეულობებზე, ოღონდ ფასეულობებზე თანხმობა. და რაც შეეხება ამ ხელისუფლებაზე დღეს საოცარი რაღაცა ფორმულირება ჩამოაყალიბა ბატონმა თემურ შაშიაშვილმა. თქვენო ამ მთავრობასო ერთი კითხვა დაუსვითო, ერთი კითხვა. აი ის ღონისძიებები, რომლებიც მათ ჩაატარეს ამ 1 წლის მანძილზე, ან კანონების ცვლილება, მერე გამოაცხადეს ეს საოცარი განათლების რეფორმა, გამოაცხადეს და მთელი მთავრობა ამის ირგვლივ ტრიალებს არაბულ ინვესტიციებზე. მაგაზე უარესი კიდე იმიგრაციას რო აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. რა მინდა, არ მინდა დამებნოს ეს აზრი. ეს ყველაფერი რაც კი მან ახლა გააკეთა და აკეთებს, ერთი სიტყვით მაინც სადმე ქონდა თავის წინასაარჩევნო დაპირებებში. ესე იგი წინასაარჩევნო დაპირებები იყო სულ სხვა და მთელი ამ 1 წლის მანძილზე აკეთებს სულ სხვა. ბატონო ვახში რა მოგივიდა? გადაგვაგდო რა მოხდა? არ არის ეს სამარცხვინო? გადაგვაგდო ბატონო ვახში. გადაგვაგდო ხო? რა ქნა? ახლა ამიტომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების ნდობა. არც ერთი დანაპირები არ შეასრულა. სულ ახალ რაღაცებს აკეთებს და თანაც არანაირი გამჭვირვალობა აი ამ საქმეებში არ არის. გამორიცხული. ის ხელისუფლება, ის ხელშეკრულება არაბებთან რო ქონდა, არის გამოქვეყნებული. არ არის, არ ვიცი ჩვენი დეტალები არ ვიცი. ისე როგორც ნანოხან ჰესის ხელშეკრულება არ ვინახია და არ ვიცით. ზარალე რომ რამდენი ვნახეთ, გახსოვთ? გახსოვთ ამახარხეში 9 მილიარდი ვალდებულია საქართველოს ჯარიმის სახით გადაუხადოს იმ თურქულ პროგრამას. რა გარანტიაა? ხაზგმათები ვამბობ, შეზღუდული ადამიანების გასაგებად ვლაპარაკობ. რა გარანტია გაქვთ თქვენ იმისი, რომ ამ არაბულ ინვესტიციაში მსგავსი აფიორა არ გათამაშდება? მსგავსი აქვს და გაიყოფენ ფულს, წაგებული და მოგებული ერთი შეხედვით და ის ფული წავა იქე. თორე 9 მილიარდამდე არის ბატონო ვახში გადასახდელი ზარალი. და ამაზე არავინ არ არის პასუხისგებელი. და მზიამაღლობელია და ის ახალგაზრდა ბიჭები პასუხისგებელი და ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი და ეს კაბინეტი და პარლამენტი არ არის პასუხისგებელი. და ამიტომ უნდა უთხრათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამიტომაც აი ეს არალეგიტიმური, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, მე არ ვაღიარებ, მე თვითონ ნახე, ჩემი ოჯახის წევრებმა ნახეს, როგორი იყო ორგანიზებული ეს არჩევნები და ამიტომ არის საშიში ეს ხალხი და ეს ჯგუფი ბატონი ბიძინას თამადობით საშიში საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე. შიდობიანი მიტინგები ალბათ დღეს არ დამთავრდება. ჩვენ ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა ვაიძულოთ, რომ განთავისუფლოს ტყვეები, უარი თქვას იმ დრაკონულ კანონებზე, რომელიც მიიღო და განსაკუთრებით იქ რუსულ კანონად ცნობილი რომ არის და რასაც ევროპა ითხოვს და ითხოვდა და ის რომ ევროპა უკვე გვემუქრებიან და გვეუბნებიან რომ აი დეკემბერში გამოცხადდება რომ ჩვენი პრობლემა აბსოლუტურად ესე იგი ჩვენთვის იქნება არასაინტერესოა და არ უნდა დაუშვათ ეს და ეს ჩვენი ეროვნული თანხმობა და ჩვენი კონსოლიდაცია იმისთვისაც არის საჭირო რომ ევროპას და დასავლეთს უჩვენოთ გავაგონოთ ხელისუფლება პარტნიორი ვართ ჩვენ თქვენი რომ ჩვენ და ხელისუფლება სხვადასხვა ვიღაცები ვართ ეს ჩვენი ხელისუფლება არის დაქირავებული რუსული აგენტურა
და ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს და ჩვენი გზა არის ევროპული გზა. აი ეს გვინდა ქართული გზა, ეს ამ შემთხვევაში ემთხვევა ევროპულ გზას და ეს ჩვენი ინტერესები ემთხვევა ევროპის ინტერესებს და ბოლოს მართვის სისტემა ქვეყანაში შიგნით ევროპული რო იყოს ამაში რა არის ცუდი როცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი და სამართლიანი და იმას ვირჩევთ ჩვენ როცა შერიფი პოლიციის უფროსი რეგიონში არის იმ ხალხის მიერ არჩეული როცა ნებისმიერი დამგებელი თავისი ხალხის წინაშე არის და თავისი მოსახლეობის წინაშე არის და არა ბიძინას მიერ დანიშნული ყველაფერი აქედან როინებ ყველაფერი ეს იმიტომ გააკეთა ამ ხელისუფლებამ რომ შეამზადა ჩვენი ქვეყანა დიქტატორული წყობისათვის. აი ეს ჩვენ არ ზუსტად ახალი ევრაზიული წარმოსახში მისაღებად. აი გარე პუტინის თავარი ამოცანა და ეს ხელისუფლებას ზედმიწევნით ასრულეს ამ იმას, მაგრამ ესენი წააგებენ ამას, იმიტომ რომ ეს ადვილად გასაშიფრია. საქართველოს მოსახლეობა მე ვთვლი რომ დღევანდელი დღე იქნება კონსოლიდაციის დღე ეროვნულ ფასეულობებზე, სულიერ ფასეულობებზე, სულიერ მემკვიდრეობაზე აგებული კულტურულ ცივილი ვერცხლის ხაოსნის ცივილიზაციაზე იქნება აგებული. აქ შეერთება, აქ ვიპოვეთ ერთმანეთს და როგორც ზღვაში რო ჩაედინება ჯერ პატარა მდინარე, პატარა რო, შემდგომ ეს ზღვა და შემდგომ ოკეანეში, აი ესეთი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ აი ამ რეალ პოლიტიკაში რა ჩვენ სხვა გზა არ აქვს ჩვენ შეგვიძლია ერთი წუთი გაქვს მიპასუხებ ჩემ გეტყვით ხო უპირველეს ყოვლისა ბატონმა ვახშეში მე მგონი ამაზე ვილაპარაკეთ რას ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენ მივდივართ ბატონო ბრძოლას ვაგრძელებ და მე და ბატონ თენგიზი გიერთდებით აუცილებლად შემოგიერთდებით და თავარი ამოცანა კიდე რა უნდა იყოს რა მესამე ძალა უნდა გაჩნდეს რეალურად კარგია რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხვდა რომ ეს არსებული პოლიტიკური პარტიები და ამას ვერ აკეთებენ საჭიროა სულ სხვა გაერთიანება კაფეოდ ვიტყვით რომ არის საჭირო უაღრესად კრიზისიდან გამოსვლის კონცეპტუალური ვარიანტები, კონკრეტული სასიცოცხლო ინტერესები, მთელი რიგი საკითხებია საბანკო, საფინანსო, ადმინისტრაციული, აფხაზეთი, მთელი ამას ჩვენ მიუძღვნით ცალკე გადაცემას. მაგრამ უნდა იცოდეს ამ საზოგადოებამ, რომ ეს არის მათი ამოცანა რა. თორემ მარტო შეყრა გამული წინააღმდეგობა გმირული მილო არ უნდა იყოს. გმირული ის უნდა დამთავრდეს შემდგომ აი ამ დიდი ძალის წარმონაქმნით, რომელიც შემდგომ დაარეგულირებს ბევრ რაღაცას და სამოქალაქო კონფრონტაციას და დაპირისპირებას გამორიცხავს. რაც შეეხება მე უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების გადადგომა უპირველეს ყოვლისა. არა, გადადგმულია ჰაბურთი და ჰამოედანი, ხო? ცოტა დრო დაგჭა. კი, ესე იგი ესა გვაქვს, ხო? მე ჩვენა ვარ ხელით. მაშინ უპირველეს ყოვლისა არჩევნებში უნდა მიდგეს საქმე, აუცილებლად არჩევნები უნდა ჩაატარო. არჩევნები ვერ იქნება 20 წლიანი და 5 წლიანი, ეს არის სისულელე ელემენტარულად. მე ადრეც ზოგიერთეს მაღალ ინსტანციის სწავლობის შევთავაზე, მაგრამ ვერ გაიგე, უნდა იყოს ვადამდელი გარდამავალი, ასე ვთქვათ, არჩევნები, რომელიც უნდა დანიშნოს კოალიციურმა მთავრობამ, ტექნიკურმა მთავრობამ, როგორც ასეთი. დიდი მადლობა. ეს კითხვა რჩება კითხვად შემდეგ გადაცემაზე, ამას ვერ ვასწრებთ, უკვე ნიშანი მომცეს, ჩვენ გავდივართ ეთერიდან. მადლობა წარმატება ყველას და უსურვებ რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს ისე როგორც შვიდობიანად არნახული თანხმობით, კონსოლიდაციით, სულიერებით, სილამაზით და ჰარმონიით. დიდი მადლობა ბატონ თენგიზ, რომ იყავით ჩემი სტუმარი, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ მე და ბატონ თენგიზის. მომავალი ჩვენია.